რამდენი ხანი ამ ბლოგს ველოდებით რომ იწოდეთ? აი არ ვიცი. არა მარტო ჩვენ ველოდებით ხათაშორის, მას შემდეგ გავაანონსეთ რომ წინა საახალწლო ჩვენ ვეყოლებოდ ახალი თანაწამყვანი, მოკლედ დიდი ინტერესი გამოიწვია ამან. ყველა საინტერესებს ვინ არის ეს ადამიანი, ეს მამაკაცია, ქალია, ახალგაზრდა, ჩვენ ასაკის არის. მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, სქესიც ვიცით, ასაკით და ვინაობაც, მაინც ძალიან მოუთმენლად ველოდებოდით ამ დღეს და დადგა. ხო, შეიძლება რაღაც დროშიც სხვაგვარად შეიძლებოდა ეს მომხდარიყო, ცოტა უფრო ადრე, სხვა არხზეც უნდა მომხდარიყო. მაგრამ რატომ, როცა ახლა და ჩვენ არხზე შეიძლება რომ მოხდეს და ჩვენს გადაცემაში კონკრეტულად. ნამდვილად. ის ჩვენი ძალიან კარგი მეგობარია და საერთოდ ფანტასტიკური ადამიანია. დარჩეს თვითონ მოგუყვება? ხო, და მე მიხარია რომ ის იქნება ადამიანი, რომელიც ამ სტუდიაში ჩვენ დაგვეხმარება, უბრალოდ ჩვენ დავეხმარებით მას ყველანაირი სტერეოტიპის დამსხვრევაში. მართალია და ძალიან მართალი მეგობარი გახდება იმდენად უშუალო, ლაღი და სხვანაირი ადამიანია. და საინტერესო და ძალიან საინტერესო ბიოგრაფიის ხოჭერი და ყველაფერს მიდებული, მოდებული. და ახლა მინდა რომ ჩვენც მიგვედ მოგვედოს. ჩვენი ახალი თანაწამყვანი სამშაბათი დღის ჩვენი ახალი კოლეგა მერაბ დუკაშვილი, რომელსაც ვთხოვთ სტუდიაში. მერაბ. აბა ხა შეიძლება ისე ოსტატურად. ესე შამაადელებს. როგორ ხარ? მოგესალმებით ყველას. კარგად ვარ, ძალიან კარგად გამომაცხადეთ რაღაცა. კიდე ერთხელ გავოდა. ამინდა რომ დაგეწყოთ ისე. ახლა მითხარი სულ ნერვიულობ, შენი დებიუტია წამყვანის. აქ ერთხელ ვარ უკვე თქვენ თანამყოფი. მაგრამ სტუმრად იყავი მაშინ. მახსოვ. რაღაცა გახსოვთ. ესე იგი, ბევრ ამას არის მიდემოდებული, ნინო, თქვა, ხო და მოგვიყევი საერთოდ შენი. ვიზია საუბარი შენ. ბევრ რაღაცებს. ანუ მუშაობ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში. დიდი მადლობა ბატონ ნუგზას და ქალბატონ ნინოს, ჩვენს უფროსებს. ჩემს თანამშრომლებსაც დიდად ყველაზე გადავწყვეტე. ამავე დროს ვარ პარაოლიმპიური სახეობის სპორტსმენი, კერძოდ წოლმჭიმელი. რაც გულისხმობს? რაც გულისხმობს დაწოლით შტანგის აწევას. და ამავე დროს, ისევე სამსახურიდან გამომდინარე, ვთქვათ, ვკითხულობთ სემინარებს, ჩემს ძალიან ლამას თანამშრომელთან ერთად, ისიც სეთლით მოსარგებელი არის მარიკო, გახსენე მარიკო იცოდე. დამიმახსოვრე. და რა ვიცი, აღარ მახსენდება კიდე. თეატრი. როგორ არის? თეატრები, სპექტაკლები. თეატრი, როგორ დამავიწყე. ანუ შარშან ვითამაშეთ ოფროუდი, მერაბ შალიკაშვილის თაოსნობით. ძალიან კარგი ნიჭიერი პიროვნება, მერაბ გახსენე. იმიტომ რომ ზოგმა მითხრა რომ ისა თვალი ჩამიპაჭუნეო, თვალს ვაპაჭუნებ. ყველაფერი ქენი. კუცნა გამოგიგზავნეო, ხელი დაგვექნიო, ყველაფერი ქენი. იცოდეთ? მე ადრესატი. კოცნა, ანუ ჰაეროვანი კოცნა მეგობრებს და სხვანაირი კოცნა ჩემს საცოლეს უკრაინაში, კერძოდ ლუცკში, ნატალუჩკა, я тебе кохаю. რა დღეშია? ხო ხარით მიდემოდებული ბიჭი ამეთი. ესე იგი მანა ქორწილი კველის. ამ წელიწადს მინდა კი. ინტერნაციონალური რა მაგარი. ცუდი არის შეიძლება სხვისთვის იყო ესეთი საუბარი რომ რატო ქართველი არაო, მაგრამ ქართველმა ვერ შეძლო მის გაგება. რაც მჭირდებოდა მე და შეძლო სხვამ სამწუხაროდ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს თავარია საბედნიერო. ის რაც ნატალი თქვი ხო სახელი? ეხლა ალბათ ბანალური იქნება. სპორტულ რაღაცა. ეს იყო თავისთავად ინტერნეტით არსებობს ესეთი საიტი, არ ვიტყვი, რეკლამა გამო. სხვებმაც ხო არა რატომაც არა ბედნიერება იყო, უბრალოდ თავიდან რაღაც სხვანაირად დაიწყო. მე სხვანაირად აეწყო, დამანახა, ანუ რა არის, ძალიან დიდი სილაღე დამანახა, ძალიან დიდი სიყვარული დამანახა, ერთგულება დამანახა, სილამაზე დამანახა, აღარ გეტყვით რა დამანახა კიდე და ესე რა გინდოდა, რა კარგი ეს, რა კაი დროს შემოვიერთეთ ქორწილში დაპატეჟებულები ვიქნებით ძალა უნებურად. რა მინდა იცი გითხრა, არ უნდა მაგას. რა მინდა იცი გითხრა, აი ეს ფრაზა ძალიან ნიშანდობლივი იყო შენ რაც თქვი, რომ აი ის რაც ქართველმა ვერ შეძლო, ვერ დაინახა, შენ ვიღაც კონკრეტულ ერთ ადამიანს გულისხმობდი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ საზოგადოებაში საერთოდ პრობლემა აქვს. ჩვენ არ გვაქვს
კულტურა ასეთ ადამიანებთან ურთიერთობის და მე მინდა რომ შენ ამ სამშაბათს დღეს გარდა იმისა რომ შენი მეგობრები მოიყვანო აქ და გაგვაცნო რომელსაც ახლა ხან თვალს უკაჭუნებ და ხან მოიკითხავ გარდა იმისა რომ აი ვილაპარაკოთ და ჩვენც ვისწავლოთ შენგან რაღაცები და მაყურებელსაც ვასწავლოთ ხო გააჩნია ამდენს გადამიხდი რამდენს გადაგიხდით და არა მე მახსოვს რომ შესაძაც მე რაბი თავის მეგობართან ერთად იყო ჩვენთან სტუმრად ხანდახან ხომოდიან ხოლმე სტუმრები და გთხოვენ რომ თქვენთან ფოტოს გადავიღებ და ეს შემთხვევა იყო რომ ჩვენ ყველას გვინდოდა მათთან ფოტოების გადაღება გახსოვთ ირმა გახსენეთ ირმა ჩვენც კი გვახსოვს ირმა კაი რა კი ამაზე ვსაუბრობთ მაინც შინაური ხარ უკვე და ჩვენთან ოჯახში ხან სანატორიუმი სხვა შუა დღეა ხან სილამაზის სალონის სხვა შუა დღეა ხან ექიმის კაბინეტი და დღეს ექიმის კაბინეტის სხვა შუა დღეა ხო მაგრამ ამ წუთას არის ოჯახი ბინა სხვა შუა დღე ჩვენ ძალიან გულწრფელად ყვებით ხოლმე ჩვენს ცხოვრებას და შენც იცი რა მოგვიყევი რამდენადაც შეგიძლია ეს საერთოდ როგორ მოხვდი ეს ძალიან ძნელი ნუ მაიმუნო სახიობი რო ხარ კი გავიგეთ მაგრამ ანუ ამას ყოველთვის ახალისოდ ყვები ამაში არაფერი ტრაგიკული არ არის იმიტომ რომ ყველას აქვს პრობლემა ყველას აქვს რაღაცა ბარიერი გადავლილი ყველამ რაღაცაზე გადაიარა ну იყო ესე რომ მთელი ჩემი ცხოვრება ვიყავი სპორტში ცეკვავდი სამედლისო ცეკვებს ვიყავი კალათბურთელი ძალიან აქტიურად უკვე გუნდშიც ამიყვანეს რაღაც აქეთ-იქით და ну არ ვიცი საიდან როგორ უპალაჩნულზე გიფს რო იტყვიან რაღაც მაგდაგვარი ნახე დაცემით არ დავცემულ ვარ მაგრამ აღმომაჩნდა სიმსივნე ხერხემალზე დემხუთმელაზე გულმკერდის არეში ну ეს ეძახიან ახლა არ ვიცი ახლა გონი შეიცვალა ტერმინოლოგია და დამიზიანი ნერვული სისტემა და ამავე დროს დაიბეჭა ხერხემლის ტვინი. ეს იყო 97-ში, უკვე 18 წელია რაც ეთლით მოსარგებლე ვარ. 18 წელი მოსარგებლე ვარ და ნუ ძალიან ბევრი რამ იყო, იქ დეპრესიაც იყო. ხო, ეს მომენტს რაღაც სულიერი ძალიან დიდი სიძლიერია. ძალიან ძნელია, და სიმტკიცე. აი ესე ხარ რომ საუბრობ თორე ხარ. აი ძალიან სახალისო, ძალიან ისეთ გარდატეხის ასაკში მაგალითს მოვიტან ძალიან ისეთ სასაცილოს, აი წარმოედგინე რა მანქანა ყავს დიკა. ჩიპი მყავს, შავი, შავი. და შე რო ახლა ვთქვათ ზაპოროჟიეში რო ჩაქსვან. ეს ცუდი შედარება ძალიან უხერხული აი დისკომფორტი რაღაცა სულ ნერვიულობ სულ განიცდი საქმეს ვერ აკანო ხო ხტები ეს არის შებუჭილი ხარ ხა მე თავის დროზე სულ ლოგინად ვიყავი და წამოჯდომაც არ შემეძლო საწყალი ჩემი მშობლები წამოჯდომას მასწავლიდნენ მამაჩემ რაც გადაიარა ესეთი მგონი არავის არ გამიგონია ყველაფერი 15-ის ვიყავ 15-ის ან ყველანაირად რთული პერიოდია ეს ახლა ჰორმონები დარბიან ტვინში რაღაცას იგიჟე გაქვს ფიზიოლოგიური თან მაგ დროს არ იყო თქვა ის დამატებითი რა გართობის საშუალება თქვა არ ქონდა იყო ერთი ძველი ტელევიზორი ქონდა რომელიც მეორე ახლა ერთ ოთახიანში ვცხოვრობთ და მეორე მხარეს იდგა ტელევიზორი და იმ ტელევიზორს მოახუხებდნენ ხოლმე ერთხელ მახსოვს ძალიან მახსოვს ტერმინატორი რადიოდა და მაგდოს მაყურებინეს აი ბედნიერი ვიყავი და ნუ ჩემი მეგობრები ბიჭები რომლებიც აი თავთან მედგნენ რასაც ქვია თავთან მედგნენ უკოლას მისმალობა გიაზნარაშვილო შენ კერძოთ ვალერი ყველა გიო ყველა გახსენეთ რა დანარჩენები არ მიწყინოთ მე სახში მოვ მე გახსენებ მე რა ვიცი რა მაინტერესებს ვისი დამსახურება ის რომ შენ ესეთი სავსე ცხოვრებით ცხოვრობ და აი პირველად როდის გადალახეს აი ქუჩაში შენი მშობლების დამსახურება ეს თუ შენ თვითონ გადაწყვეტეს რო არ დაგმალეს რო არ ჩაკეტეს სახში არ მალავდნენ როგორც ხდება ხოლმე მე წეგანაც თქვი რომ მე მამაჩემ მამის დისერტაცია დაიცვას უკვე ანუ სამედიცინო იქ თქვა რაღაც დამუშავება იყო უკაცრავად ნაწოლები ის აი ძალიან ბევრი რამ გადაიტანა მაგ პიროვნება ნუ დედაჩემაც ქალია ქალებო ძალიან ძლიერები ხართ მიამაყებით ყველა დედაჩემაც ძალიან ბევრჯერ რომ შემოსულა წითელი თვალებით თქვა და ნუ რა იყო რა გჭირდა არაფერი თავი მტკივა და თავი მტკივა კი არა და თქვა ტირო და ნუ ეს ძნელია მაგრამ ნუ მე უკვე როგორც თქვი მეგობრებმა საწყისი იყო და აი შენში რა ხდებოდა ჩემში იყო უყურებდე დედად განიცი და მამა უშუალოდ რაღაცა მაგრამ აი შენში შენ ძალის დაკარგვა ჩემში იყო რაღაც უიმედობა ჩემში იყო რაღაცა აი არარწმენა მაგრამ შენობა გაგიკვირდეთ და იყო ესეთი რამ როცა ვეღარ ვიხსენებ იმ კლიპს
რაღაც კლიპი იყო, სადაც ფერატკანიანები ვარჯიშობდნენ სანაპიროზე. ესე უყურე და ვთქვი, მეთქი მეც მინდა. ანუ მინდა რა, ესეც ცხეული მინდა და ძალიან მაგრამ ახსოვს დავიწყე კილო 25-იანი განტელები მქონდა და დამიჯერეთ სამჯერ ვერ ავწევდი, სამჯერ არ მქონდა იმის ძალის კონდიცია. აი ეხლა კიდე რა მიჭის, მაგრამ მაგდოს გამხდარი გალეული და რამდენი კილოს წევ 120-ზე ვარ, შეხარ ჩემი ბატონი, ძალიან ცოტა, მაგრამ დროთა განმავლობაში ძალიან მძიმე სპორტია, ასე რომ მაქსიმუმ. კილო 200-ს ვერ წევდი, აქედან დაიწყე. სკამი ვერ გადავდგი ერთხელ, როცა თქვა მჭირდებოდა გავლა. ეტლზე არ ავჯდებოდი, იმიტომ რომ მცხენოდა, რომ მეთქი მეგობრები დამინახავდნენ, მამაკაცი ხარ მაინც და გოგოები, ოი მე მეთქი გოგოები რაღაცა. იყო ისე, რომ თქვა წესიურად ჯდომა არ შემიძლია, რაღაც მატრასები და ჩაფენილი რაღაცა, რომ ერთ ადგილას ყოფილიყავი და ნუ უბრალოდ მე ჩემში მოვიდოდი. რომ მეტროში ჩახვიდოდი და ამოხვიდოდი შენი ხელების ვუყვები დღემდე ყველას უცნობს, ნაცნობს ვუყვები და აი ხო ეს ის ბიჭია, მეც მინდა ჩემი მეგობრები ვახსენო, ეს ის ბიჭია ჩემო მეგობრებო, რომელზეც ყვები რომ მეტროში ჩადის და ეტლით. მაგრამ ამას რო ყვები, აი აქ ბოღმა მაწვება ესე ვიხჩობი ხოლმე ბრაზისგან, რომ ამის გაკეთება გიწევს. ამ ქალაქში, ამ ქვეყანაში, სადაც ტრანსპორტის არც ერთი საშუალება მცხოკე ძალიან ბრაზობ, არ არის ადაპტირებული, სადაც აფთიაქში არ არის პანდუსი, სადაც მე არ ვიცი, აი სამედიცინო დაწესებულებებში. ხო, ჩვენ ძალიან ბევრ წინაღობას ხვდებით. ძალიან მაგალითად ტაქსი როცა თქვათ ვაჩერებთ ტაქსს, ძალიან ბევრი არ გვიჩერებს და თუ აჩერებს, რაღაც ისეთ სასწაულ რაღაცა სიტყვის, რომ იმიტომაც არ გამოდიან. თქვენ წარმოიდგინეთ, ახლა აქ მარტო ეტლით მოსარგებლებზე არ არის, მერთმა დაგვიფაროს, ამ ცუდად ვიტყვი, მაგრამ შერშემო პირები საქართველოში ოფიციალური სტატისტიკა არის 200,000. ამ 200,000-ში არის ეტლით მოსარგებლეც, სმენა დაქვეითებული, თქვათ მხედველობა დაქვეითებული და რაღაცა იქ თქვათ ვისაც ამპუტირებული აქვს თქვათ კიდური, ანუ 200,000-ის 3 მილიონი რაღაცა ვართ, ამდენი ვართ. და არაოფიციალურად არის 400,000. ეს არის კატასტროფა. ნახევარი არც არის ფიქსირებული, იმიტომ რომ არა. მეოთხედი ლამის. რაღაცა ისე მხიარულად დაიწყე და 100 მილიონი მეტირება რა ვქნა. ნუ კაი, გადავიდეთ მხიარულზე ხო და? არა, მხიარულზე არა. ანუ გარდატეხა იყო ის ვიდეო, სადაც ვარ. ის ვიდეო იყო, ანუ ის ხატავდი კიდევაც და მე გავანებე თავი. გამიფუჭდა ხელი, მე ვეღარ, მე გულით ვერ დაუდე, რაღაცა კითხულობდი, მე გავანებე კითხვასაც თავი. ანუ ის იმ ვიდეოდან დაიწყო. მე იყო ფიზიკური ის ფიზიკური კი რაღაცა აქტიური რომ დავინახე რომ რაღაცა თქვა რაღაცა შემომატე ჩემ თქვა ცხელს თქვა ხო მე რაღაცა უფრო მეტი მომინდა უფრო დავამატე მე ძალიან დამეხმარნენ დარბაში ჩვენთანაც უამრავმა ადამიანმა თქვა მომცა იმის უფლება რომ მე უფასოდ მევარჯიშა და იქიდან წამოვიდა და უბრალოდ ის იყო რომ ერთხელაც როცა გავიღვიძე და დავჯექი ეს საწოლზე წამოვჯექი ჩემთვის მაგდოს თქვი რომ აი ვის გულისთვის ვიკლავ თავს? რატო ვიკლავ თავს? აი მაგით რას ვამტკიცებ? ან ჩემს თავს რას ვუკეთებ? ან თქვა ჩემს მშობელს, ხო, ჩემი თქვა ცუდად ყოფნი თქვა დედაჩემი რომ შემოხედავს ის ხო უარესად გახდება. მოდი ვიქნები წარმატებული, მოდი ვიქნები რაღაცას მივაღწევ და ნუ აი ესე დახმარებით მე ჩემი მონდომებით და აი გავედი წინ. დღეს დედას ტკივა თავი ხოლმე? დედას ტკივა თავი ხოლმე მუშაობის გამო და გადაღლილობის გამო. მეტი არა. სახში დე მიყვარხარ. ეკურებიც. დე კი არა, დაძმა. შენც მიყვარხარ, როცა ვნახავ, შენც დაძმა ყავს. კი, მარიკო, შენც მიყვარხარ, შემოდაო და ლევანი შენც მიყვარხარ და რძალს მინდა დაბადების დღე მოულოცო, კი. უფროსი. კეიფობ. არა, მე ვარ რაღა იყო, მე ვარ უფროსი, ისინი არიან ჩემზე 5 წლით პატარა ჩემი ძმა და ჩემი და არის 8 წლით. ბავშვთან ურთიერთობა როგორ გამოგდის, ხო, ვასწავლიო? ხო, ანუ ჩვენი მსმენელები არიან 13, 14, 16, 17 წლამდე. თავიდან არის რომ შევდივართ ხოლმე, რომ ხდებით რომ შემოდიან, აი არიციან რა ხდება, ვინები არიან, რა უნდა გვითხრან. და აი უკვე სემინარის ბოლოს იქ სელფები წავიდა და ტერმინატორები და ხო რაღაც ჩემ მეგობართან ერთად ყუსასთან ერთად ერთი კაი ეტლით მოსარგებლე მეგობარი ყავს ძალიან ნიჭიერი გოგო
რომელიც ხოთაშორის მუშაობს მარიოტში და თავის საქმე აქვს, თავის დაწყილად თვითონაც რაღაცა მაგალითის მომცემი არის. ვამბობთ ხოლმე, რომ ჩვენ ვართ ეტლინატორები. ეტლინატორები, ხო, რაღაცა ეს ჩვენი გარდა სემინარისა შენს მსმენელებს ესე ყოველს უკვე შეუძლიათ ყოველ სამშაბათს ჩვენთან გიყურონ, როგორც სხვა შევადღეს პირადი ეტლინატორია. კი, და თანაწამყვანი ჩვენი გადაცემის დღეიდან იცნობთ. რა მაგარია. და ალბათ რაღაცა შენ ესეთი ჩანხარო, ბევრი იდეაც გექნება. ამ დღესთან დაკავშირებით. კი, თუნდაც აი ეს იდეა ძალიან ბევრი მადლობა ხوارგონ თიკარუხაძე დიდი მადლობა. ნუ პირველ დღეს გეპატიება ამდენი მადლობა. მადლობა. ანუ ესეც ის იდეა იყო, რომ თქვა ძალიან ბევრი შეშმო პირისთვის ყოფილიყო სტიმული, თქვა იგივე ჩემი მარტო ჩემი ესე ვიტყვი მოდეთ მოსარგებლის გამოჩენა თქვა ტელესივრცეში. და აქედან გარდატეხა როგორც შენთვის მოხდა იმ ერთ შვენიერ დღეს ტელეეკრანთან ეხა ბევრისთვისაც შეიძლება მოხდეს სწორედ ჩვენი ტელეეთერის საშუალებით. იცით რა ერთმანეთის გამო სწავლობთ რა აქ განსაკუთრებული არაფერი არ არის თქვა თუნდაც ეთლით მოსარგებლის ცხოვრებაში უბრალოდ ზოგი პოულობს თავის თავს და ზოგი ვერ პოულობს. და ზოგს უშლიან. კი, აი ძალიან ბევრი ვიცით გოგოებო, როცა სხედან სახში ძალიან ბევრი რამ შეუძლიათ, ძალიან ნიჭიერები არიან, მაგრამ აი ვერ აკეთებენ, ან თქვა ამბობენ რომ და სხვებს აბრალებენ. კი, სხვისი დასაცინი რატო უნდა გავხდე? აი და რომ ვეუბნები რატო უნდა დაგცინონ? აი დამცინიან რომ გამოვდივარ, აი თქვა რაღაცნაირად მიყურებენ, ზოგი მოვა და აი წარმოიდგინეთ ახლა. იყო ეგეთი ვარი ძალიან ადრე. ამერანის წინ დგევარ და ველოდები ჩემს მეგობარ გოგოს, ნუ არა სიმპათი, უბრალოდ მეგობარი გოგო იყო, რომელსაც შევპედი რომ მეთქი მოდი კინოში წავიდეთ და მეცალა და მოსულიყო და აგვიანებს. ნუ მგონია რომ ლამაზად მაცვია და დგევარ ახლა ამერანის წინ და რაღაც აქეთ-იქით ვიყურები სულ და ხალხი რომ გამოდიოდა ხო რა ესე ბავშვით ხელში მოდის ტიპი და ეს ორლარიანს მიგდებს და მე ვერ მივხვდი და რა ვიღე და უკაცრავად მეთქი და ცოტა არისო? არა მეთქი, როგორ გეკადრება თქო, მეთქი მოწყალებისთვის აქ არ ვდგევარ მეთქი და მალო მეთქი და შემომხედა და აი არც არაფერი არ ვთქვა, სამ თქვა ბოდიში. ან რაღაც გაეღიმა იმის ნიშნად რა თქვა რაღაცა, ნუ მივხვდი რაღაც. არაფერი. ესეთი არის ძალიან ბევრი. დღემდე ხდება ჩვენს თანამშრომელი. ჩვენი თანამშრომელი შეესწრო სწორედ ასეთ ფაქტს. თუმცა აქ უკვე ის ადამიანი ისეთ ხარ მდგომარეობაში ჩავარდა, რომ რომელი ძალიან ბევრი არ გამოდის მაგის გამო. ზუსტად ამას ვამბობ, ძალიან ბევრი არ გამოდის იმის გამო, რომ არ გვაქვს კულტურა. კულტურა არ ნიშნავს რომ ადამიანობა არ გვაქვს, ეს არ ნიშნავს იმას რომ არ გვაქვს თანაგზნობა, ტვინი, ჭკუა, უბრალოდ არ ვიცით ქცევის წესები და მოდით ერთად ვისწავლოთ რა და შენი მაგალითი მარტო ესეთი ეტლინატორებისთვის კი არ იქნება მაგალითი, ჩვეულებრივად ზარმაცი როგორ თქვა, ან დეპრესიასა და ნერვებს აყოლილი ადამიანისთვისაც მაგალითი იქნება. რამდენი ვიცი რომ არც ეტლი ჭირდებათ, არც ზაპოროჟიეში არ ჭირდება. უქმად ატარებენ როგორ თქვა ამ ცხოვრებას სახში სავარძელზე ფეხმორთმული ჯდომით და მისტირიან თავის ცხოვრებას წარუმატებელს. იცით რა არის მე ესეთ რაღაცას ვიტყვი. აი წარმოიდგინეთ რა საქართველო თავის ისტორიიდან გამომდინარე სულ ბრძოლაში არის. გვაკლებენ ხალხს, გვიხოცავენ, ხან ცოტა ვართ, ხან მეტნი ვართ, უფრო მეტწილად ცოტა ვართ. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ იქ თქვათ ზოგი რო დეპრესიაში ჩავარდეს, ზოგმა რო ლოთობისგან თქვათ თავი მოიკლა, ზოგმა ნარკომანიისგან. აი რა დავჩებით მამაკაცები, ხო? ვინ უნდა დაიცვას ჩვენი სამშობლო? ვინ უნდა იდგეს აგერ მშვენიერი სქესის წარმომადგენლების გვერდზე? აი ვინ? ქართველები ვინღა დავრჩებთ, თქვათ, ხო? ისე რომ თქვათ თქვან რომ ქართველები რა ხალხი ყოფილანო. მე ძალიან ბევრჯერ სირცხული მიჭამია საზღვარგარეთ ქართველების გამო და მე არ მithქვამს ის რომ მე მცხვენია რომ ქართველი ვარ, მაგრამ აი ძალიან ხერხულია საკმაოდ. კარგი, შევისწენოთ ცოტა ხნით. ესეთი კაი ბიჭი შემოგვემატა ჩვენ და მიხარია რომ წუწუნებდნენ თან ბიჭები, რომ ცოტანი ვარქო და აი აღარ ახარ ხო, შემოგვიერთდებიან იმედი. შემოგვიერთდებიან ბიჭებიც, დიმიტრი ახლა ხელჯოხებით არის აქეთ რაღაც ყავით. სამაგრებო დათუა ტურაშვილი დღეს ჩვენთან და რეკლამის შემდეგ შემოგვიერთდება ახალი საკითხავით 2015 წლის.